მოგესალმებით, გიბრუნდებით პოდკასტების სერიით, რიგით მეორე ეპიზოდით. მე საბა ვარ და ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა, გიორგია. მოგესალმებით, გიორგი. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენთან ერთად იქნება გიორგი ადეიშვილი, დამწყები იუთუბერი, მაგრამ ასევე გამოცდილიც თან სხვადასხვა არხებზე. მოგესალმებით, გიორგი, პირველ რიგში და გითხარი 1-2 კომენტარი გაგვაცენი შენი თავი. მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ხო, ანუ ჩემი კვალიფიკაცია ეხა YouTube-ზე რა რთული შესაძლებელია, იმიტომ რომ ეხლა მე პოპულარული იუთუბერი არ ვარ, უბრალოდ ზოგადად ჩახედული ვარ ამ სფეროში. უბრალოდ დაინტერესებული ვარ ამ სფეროთი. არც ისე დიდი ხანია, მაგრამ უკანასკნელ წლებში, ასე ვთქვათ, ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან ზოგადად ეს საქმიანობა. აი იუთუბერობა პირდაპირ ვთქვათ რა. და თუ რატომ მოვიდა ახლოს და თუ რატომ დავინტერესდი ამ ალბათ ეგ არის ყველა საინტერესო ხო მაგალითად საუბრობთ ვარ შეგრებიაში ხო მაშინ მოგიყვებით პატარა კი მოგავით და მე კითხებზე გადავიდეთ და ხო ნუ ზოგადად ცოტა იმიდან დავიწყებ თავიდან დავიწყებ რა გარკვეულწილად YouTube-თან არის დაკავშირებული სხვადასხვა პროფესიები რა მათ შორის საგანმანათლებლო და განსაკუთრებით ჟურნალისტიკური პროფესია რა და მე ვეთანხმებოდი არის ხოლმე შორის ჩვენს კახა ბენდუკიძეს მაგ აზრში რომ ჟურნალისტიკა არ არის ასე ვთქვათ რაღაც ესეთი ჩაკეტილი რაღაცა სფერო რომელიც მარტო ჟურნალისტი დამთავრებული ხალხისთვის არის რაღაც ხდები აი ჟურნალისტიკა არის ზოგადი სფერო რა ანუ შეუძლია კარგი ჟურნალისტიკური საქმიანობა გასწიოს როგორც მაგალითად ისტორიკოსმა ასევე ექიმმა და სპორტსმენმა რა თუნდაც ხდები აი უბრალოდ ეს არის რაღაც ზოგადი განათლების კომუნიკაბელურობის რაღაცების მიქსი და შეიძლება მე ამ ჟურნალისტიკური საქმიანობით ნებისმიერ ადამიანი დაკავდეს ხო და აი YouTube-თან არის ზუსტად ამგვარი პროფესიები ძალიან კავშირში რა ანუ აღარ არის ის დრო რომ რაღაც 4 წელი უნდა ვისწავლო აუცილებლად მე რაღაც პროფესიას დავეუფლო და რაღაც ხო YouTube-მა ასეთ ხალხს გაუღო ფართოდ კარი რა შეუძლია ნებისმიერი საქმიანობის ნებისმიერ პროფესიის ადამიანმა თავისი ცოდნა ასე ვთქვათ YouTube-ზე გააზიაროს და აქციოს პროდუქტად ინტელექტუალურ პროდუქტად რა ასე ვთქვათ რაც მე და არსებობს ამ პროდუქტის შეძენის გარკვეული სქემა, ხო? აი ეს სქემა არის დაკავშირებული სარეკლამო ინდუსტრიასთან, სარეკლამო ბიზნესთან. პირდაპირ მაგალითად შეიძლება YouTube-ზე რაღაცას ჩემს პროდუქტს პირდაპირ არ ყიდულობს მაგალითად მაყურებელი, მაგრამ ჩვენ გვაქვს რაღაცნაირი სამკუთხედი ამ დროს მაყურებელი, პროდუქტის შემქმნელი და რეკლამის დამკვეთი, ხო? და ამ სამკუთხედი ქმნის მე უკვე შემოსავლებს და ორმხრივი ინტერესი არის, სამმხრივი ინტერესი არსებობს. მაყურებელი იღებს საინტერესო პროდუქტს, კარგ პროდუქტს, რეკლამის ასე თქვა დამკვეთი იღებს და იმას ხო პოპულარობას მისი პროდუქტის და მეც ასე ვთქვა რეკლამის დამკვეთნებს არგებლობ შემოსავლებით, ხო? ხო და აი ეს სამკუთხედი არის ახალი საზოგადოებისთვის. ეს სამკუთხედი არსებობდა სატელევიზიო სფეროშიც, რა თქმა უნდა, მაგიდან დაიწყო, ხო, სატელევიზიო ინდუსტრიაში, მაგრამ სატელევიზიო სფერო ბევრად უფრო რაღაცნაირად რთულია ამ საქმიანობაში და ჩაკეტილი რაღაცებია, ჩარჩოებშია. განსაკუთრებით მაგალითად ლოკალურ დონეზე გულისხმობ პატარა ქვეყნების მაგალითად ჩვენი ქვეყნის მაგალითს ან ნებისმიერ სხვა ქვეყნის მაგალითს არსებობს გარკვეული პოლიტიკური ცენზურებიც ხო სატელევიზიო სფეროში ხა ნუ ზოგან მეტი ზოგან ნაკლები მაგრამ მაინც არსებობს რა ხო და ამიტომ ეს უფრო ართულებს დამკვეთსა და ამ პროდუქტის შემქმნელს შორის ურთიერთობას გარკვეულწილად რა YouTube-ზეც არის რაღაცნაირი ასე ვთქვათ სხვადასხვა სახის ცენზურები უფრო მაგალითად ძალადობის საწინააღმდეგო და სიძულვილის ენის საწინააღმდეგო შემდეგ მაგრამ ზოგადად ეს ურთიერთობა თვითონ აი ამ ორ სუბიექტ შორის ეს ურთიერთობა გაცილებით უფრო გამარტივებულია რა უფრო თავისუფალი და ხო შენს პროდუქტსაც უფრო თავისუფლად ქმნია ასე ვთქვათ რა ამიტომაც ამან რა თქმა უნდა შედეგი მოიტანა და წაახალისა ეს ბაზარი ეს სფერო აი თუნდაც მარტივი მაგალითი რო ავიღოთ ახლა რა საქართველოს დონეზე უფრო თვალსაჩინო რო იყოს რა სმენელისთვის ანუ მაგალითად საქართველოში კანონისამებრ აკრძალულია სათამაშო ბიზნესის რეკლამა ხო? ნუ ახლა სულდია თუ კარგია თუ უნდა იყოს თუ არ მაგაზე არ ვსაუბრობთ ეგ ცალკე განხილვის თემა უბრალოდ ფაქტი არის ესეთი ეს არის მე მგონი ტოპ 3 ბიზნეს ინდუსტრია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანია სათამაშო ბიზნესი და აკრძალული აქვს ასე ვთქვათ ხელფეხიად შეკრული სატელევიზიო რეკლამა აქვს აკრძალული ხო ამიტომ ამ გამოიწვია რაღაც ალტერნატიული გზების ძიების მოთხოვნილება და გააჩინა მოთხოვნილება რომ მოდი ეს რეკლამა ამ რეკლამის თანხები ჩავასხათ YouTube-ზე ხო რამაც ხელი შეუწყო მე ქართული YouTube-ის განვითარებას
ხო, აი ეს არის ერთ-ერთი მაგალითი სატელევიზიო ცენზურისა და YouTube-ის რა განსხვავებებია და რატომ აქვს ასე ვთქვათ YouTube-ს მეტი შანსი სამომავლოდაც რომ გადაიქცეს უფრო მზარდ ინდუსტრიად რა და ეხლა თუ მაგალითად 50 ან 40% არის ჩანაცვლებული ტელევიზია YouTube-ით, ხვალ უკვე ალბათ სრულიად ამოაგრებს ტელევიზიის მოთხოვნილებას და მაკეთკენ მინდის ყველაფერი. გაავრცელებს უფრო აი ასაკობრივადაც უფრო აიწევს მაღლა და მაღლა ასაკი, ხო? დღეს თუ რაღაც 50 წლამდე ადამიანები უყურებენ, ხვალ 60-იანო, 70-იანო და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება. ხო. რამდენად უფრო მრავალფეროვანია YouTube ვიდრე სატელევიზიო, ეს ეხლა მაგაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი. ნებისმიერი რამ რაც შეიძლება ადამიანს აინტერესებდეს, ნებისმიერი კონტენტი შეიძლება იხილო რა. და ლოდინი არ გიწევს და რაღაცა. ხო, ანუ ბევრად უფრო ბევრად უფრო ის მრავალფეროვანია და ბევრად უფრო აკმაყოფილებს ადამიანის ასე ვთქვათ ინტერესებს და მოთხოვნილებას. დღეს ისია დრო აჩქარებული, რომ აღარ გაქვს ადამიანს იმის ფუფუნება, რაღაცას 8 საათზე რო ველოდები სიტყვაზე, ადგე და იმ 8 საათზე დაელოდო უყურო. და YouTube მაგას გთავაზობ ზუსტად, რასაც შენი წახი, რომ როცა მოგინდება იმას, მაშინ უყურებ რა და ეგ არც ტელევიზიაშია და არც ქონდა მანამდე და არც არის რა. ამდენ ფუფუნება. მე რა მაინტერესებს იცი, საქართველოს მაგაშიც დაგვიანდა იდეაში. ანუ გვიანში მაგალითად რო ავიღოთ სხვა ქვეყნები, თუნდაც ბრიტანეთი არის ალბათ ერთ-ერთი ფუძემდებელი მაგის მაღალი დონის. ხო, ტენდენციაზე დასავლეთში იქნება რაღაც სიახლე, და მე მოდის საქართველოს მაგასაც ჩამორჩა და რო არა შენი აზრით ეს შეზღუდვა სატელევიზიო რეკლამების, ანუ სათამაშო რეკლამების შეზღუდვა იქნებოდა ამდენად დაინტერესებული ხალხიც და თვითონ პროდუქტიც იქნებოდა მაღალი დონის შენი აზრით, რო არ ეს შეზღუდვა რო არ დაეწესებინათ, რას ფიქრობ მაგასთან დაკავშირებით? ხო, საინტერესო კითხვა. მაღალი დონე, დაბალი დონეც კიდე ის არის რა, ანუ შედარებითი არის რა. ხო, შედარებითია თქო. რამდენად მაღალი დონის არის ქართული YouTube მაღაზია. რთულია საუბარი, მაგრამ ხო, რა დონეზეც არის, რა დონეზეც არის, იმაზე იქნებოდა თუ არა. წლის წინ იყო ყოველ შემთხვევაში იმაზე ბევრად ალბათ იმ დონეზე არ იქნებოდა, დიდი ალბათობით, მარტივი ამბავია, იმიტომ რომ ფინანსები ყველაფერთან არის კავშირში და ფინანსები წყვეტს ზოგადად პროდუქტის ხარისხიანობას. უმეტესად, კრეატივით და რა თქმა უნდა შრომაც, მაგრამ თუ ფინანსები არ მოსდევს ამას, ხოლმე კრეატივით თუ რთულია მარტივი მაგალითად რო ვთქვათ, რა რაღაც თუ არ მაქვს ნორმალური ტექნიკა მაინც რო ეს რაღაც გადავაქციო პროდუქტად, მე რაც უნდა კრეატიული ვიყო, გამიჭირდება ალბათ რომ ბაზარზე შევიდე, ხო? მაღალი ხარისხი დაუდო. ხო, და ამიტომაც აუცილებელია ფინანსები და თუ რომ არ ყოფილიყო ეს რაღაც ესე ვთქვათ შემთხვევითობა, ასე ვთქვათ, დღევანდელი რაღაც პოლიტიკური საქართველოს თავრობის გადაწყვეტილება რომ არ იყოს დაუშვათ სატელევიზიო რეკლამა ამ სათამაშო ბიზნესის შესახებ, გარკვეულწილად უკან იქნებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც საერთო ჯამში და საერთო სურათს მაინც ვერ აღუდგებოდა წინ რაღაც შეიძლება დაგვიანებულიყო რაღაც განვითარება გარკვეული არხების რა, სხვადასხვა არხების, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ზოგადი ტენდენცია, გლობალური ტენდენცია YouTube-ის რაც არის, მაინც დაეწეოდა ქართულ სივრცესაც და ასე თუ ისე შეიძლება შედარებით უფრო რაღაცნაირად მდორედ, მაგრამ მაინც განვითარდებოდა YouTube, იმიტომ რომ ეს არის ხვალინდელი დღე რა, დღესაც დღეს რა დონეზეც არის YouTube, ეს ზღვაში წვეთია ჩემი აზრით და ზოგს გონია რომ აი ეხლა YouTube-მა მიაღწია პიკს გამოდის არ არის ეგ პიკი პირიქით ეგ კი არა არ გამორიცხოთ რომ ხვალდაზე გაჩნდეს ალტერნატიული პლატფორმებიც ინტერნეტში რა ანუ რაღაც კონკურენტი ორგანიზაციები დაჭირდება აუცილებლად კონკურენცია ზოგადად ყველაფერში ჭირდება და YouTube-ს არც აქვს ხომ გონი ეს ხო არ არის გამორიცხული რომ ვინმე აი მაგალითად როგორც აი ილონ მასკი აკეთებს რომ რაღაც კონკურენტი შეუქმნა და უშუალოდ რაღაც Facebook X-ის სახით ან რაღაც მსგავსი ისე მარტივი მაგალითი ვთქვი შეიძლება მსგავსი რაღაც დაინტერესება რომელიმე სერიოზული ფილანტროპი მილიარდერის რაღაც ტვინში მოიხარშოს და ალტერნატიული რაღაც პლატფორმას შეიქმნას YouTube-ს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ მზარდია და მომგებიანია და მონსტრად იქცევა უკვე რა ეს ინდუსტრია, ხო? ანუ ეხლა რო გამოვაცალოთ, მაგალითად გამოვიდეს საქართველოს მთავრობა და თქვას, რომ ამ კანონს ვაუქმებთ, ისევ შეუძლიათ, რომ რეკლამა გააკეთონ ტელევიზიაში. შენი აზრით, ამ შემთხვევაში როგორ მოიქცევა ეს სათამაშო ბიზნესები? დაბრუნდება ტელევიზიაში თუ მე მგონი ნახარო კაი გამოხმევა სწორად გილას მივიდა ტელევიზიაში ცხადია დაბრუნდება რა თქმა უნდა დაბრუნდება არ გამაზავს მაგრამ ეგ კი არა ზოგადად სარეკლამო ბიზნესი ესე მუშაობს რომ აი ტელევიზია კი არა რაღაც ელემენტარული კედელი რო არის კორპუსის კედელი რო არის ასათვისებელი ბანერი რომ გავაკეთო ისიც არ უნდა გავმაზო რა იმიტომ რომ დღეს 21 საუკუნეში ყველაფერი 90%-ს თამაშობს აი რამხელა თანხებს ხარჯავენ და უშუალოდ კოკა-კოლა ან რომელიმე ძანდილი ინდუსტრიები რეკლამაში რომ ნახოთ უბრალოდ
გავუცდებთ მე პირველად რომ ნახე ეს თანხები რაღაც რა ეს მილიარდზე მეტი დანახარჯები არის რაღაც რამდენიმე წელიწადში გაწერილი რომ ნახე ანუ ეს მილიარდობით ფული იხარჯება რეკლამაში და თავიდან რომ ფიქრობდი ამას ვერ გავიაზრე რომ აი მეთქი აი რა უნდა მოიტანოს ამ რეკლამა ისეთი მაგრამ ნუ გოიმივიყავი რა ეგრე ვერ გავიაზრებ იმიტომ სიტყვაზე და თავარი ამბავი ხომ თავარი ამბავი რომ ის თითქოს ჩვენ ზოგადად რეკლამა მუშაობს ადამიანს რაღაც ნახევრად არაცნობიერზე ხო ანუ ჩვენ შეიძლება არ ვფიქრობთ იმ ხელა გავლენაზე რა გავლენასაც ჩვენზე ახდენს რა აი ერთ-ერთი ის არის მაგალითი არის იმაში რა ქვია იმას კინოთეატრში მოაწყვეს ის რა ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი ესეთი რა რომ რამდენიმე სექცია იყო ხალხის და იქ 25 კადრში ასე ვთქვათ კადრთა კავშირის წამიერი გამოსახულებით გაუშვეს ისე რომ ადამიანი ვერ ხვდა 25 კადრი არის რომ აი ადამიანი წამიერად შენი არცნობიერება შეიძლება დაინახოს კადრი დაიჭიროს მაგრამ ეს იმდენად სწრაფად ხდება თვითონ მალე ივიწყებს და უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციას გადადის ესე ვთქვათ და უბრალოდ შენს არაცნობიერში რჩება რა და ასეთი ტრიუკით ასე ვთქვათ გააკეთეს რეკლამები კოკა-კოლას და ფანტის რა და რომელ სექციას უკეთებდნენ დაუშვათ ფანტის რეკლამებს დიდი პროცენტულობით იზრდებოდა იმ დღეს ფანტის ასე თუ გაყიდვა რა და რომელ სექციასაც კოკა-კოლის რა ანუ პირდაპირ მოქმედებს ადამიანს რა იმყისიერად მოქმედებს რეკლამა ზოგადად ადამიანის არაცნობიერზე და ჩვენ შეიძლება ვერ მომჩნევდეთ მაგრამ სარეკლამო სამყაროში ცხოვრობთ რა ჩვენი რეკლამაში ვცხოვრობ ზოგადად ადამიანები რა და ეს ყველაზე კარგად იციან კომპანიებმა და ყველაზე დიდ თანხებს ასე თუ რეკლამებში ხარჯავენ კი გადავიდოდნენ ტელევიზიაშიც მაგრამ YouTube-ზე დარჩებოდნენ იმავე ასე ვთქვათ ეფექტურობით რადონეზეც არიან რა ერთი ძალიან მაგარი მონაკვეთი მახსენდება მაგაზე რა რომ ეს გელექება და რჩება ლაშა გელაშვილი იყო ნიჭიერის ფინალში თუ გახსოვთ და ტრიუკი გააკეთა რაღაცა საოცრება რომელიც ყველა გაგიშდა ციფრი გამოიცნო ბოლოს და გამოიცნო კიდე სახელი რაღაცა და 5-4 წლის მერე სადაც 2 წლის წინ ახსნა ეგ ფოკუსი რა როგორ გააკეთა და თურმე ეს ციფრი ჰქონია აქ დაწერილი ოღონდ ისე რომ მაგ ციფრს ვერ ამჩნევ ესე ისეთი რაღაცა ნივთიერებით ქონა დაწერილი რა ეს ციფრი რა რომ მარტო ფანარს რომ მიინათებ ან ტელეფონში ფოტოს რო გადავიღებ თუ რაღაცა ეგეთი მარტო მაგ შემთხვევაში ჩანდა მაგრამ ადამიანის ქვეცნობიერი მაგას მაინც ხედავს ესე ვთქვათ რა და მაინც იმეორებს ხდები იგივე არის და გელექება აი როგორც შენახსენე რომ ერთი წამით კი არა და ნახევარით წამითაც რო ვერ დაინახო რაღაც მაინც გელექება იგივე მომენტია რომ აი ჩვენ მხედველობა ხო არის რომ აი რაღაც წრეს აკეთებს რა დაახლოებით მაგრამ მეტი ყურადღება და კონცენტრაცია გვაქვს პირდაპირ დაუშვათ ხო და აი გვერდით თითქოს უყურებ რაღაცას მაგრამ ჩემ კონცენტრაციაში ეს არ ზის რა ამ მომენტში რა ჩემ იმაში მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ იმ ინფორმაციას რომელიც კონცენტრაციის გარეთ არის დარჩენილი იმ მომენტში არ რჩება ჩვენს არაცნობიერში ის შეიძლება მე რა სიზმრის სახით მოვიდეს შენს ცნობიერში და შემდეგ რა და ესე არის რეკლამები შეიძლება რაღაც ბანერს ჩაუვარი მე იმას არ დავაკვირდი რაღაც ტელეფონზე საუბრობდი შეიძლება მაგრამ თუ მოხდა ჩემს თვალდახედვაში იმის მიუხედავად რომ მე ამას არ დავაკვირდი ის აუცილებლად გავლენას მოხდენს ჩემთან რა ისე რომ მე ვერც მივხვდები ამიტომ რეკლამა რაღაც მეჯიკ ამბავი ნაწილობრივ და ეს ძალიან კარგად აქვთ გააზრებული ამ საქმის პროფესიონალებს და ამიტომაც ძალიან დიდი თანხები მიდის ხვალ კიდევ უფრო დიდი თანხები იქნება ალბათ თუ გავითვალისწინებთ რომ AI-ის და იმის ეპოქაში ვარ ტექნოლოგიების ხვალ კიდევ უფრო რაღაც უფრო ისეთი სახით მოვა რეკლამები ჩვენამდე და შეიძლება ვეღარ გაარკვიო უკვე რა არის რეალური და რა არ არის რეალური ხვალინდელ დღეში ამიტომაც მე რა მაინტერესებს იცი აი შენი აზრით სად იყო ის მომენტი ის პიკი ის გადამწყვეტი რაღაცა რამაც აფიქრებინა თუნდაც კაზინოს ან თუნდაც ნებისმიერ სხვა რაღაცას რომ ინვესტიცია გაეკეთებინა YouTube-ზე ჩაედო ფული რადგან აქ უყურებდა მაყურებელი. აი რა მომენტში მივხვდით და რა მომენტში დაიწყო ქართველებმა ხო, ეგ დაცვლადია რა მათემატიკურად დაცვლადი ამბავი, არითმეტიკულად დაცვლადი ამბავი არის, ხო? ანუ იქ YouTube-ერი ძალიან გამჭირვალე პლატფორმაა, ხო? განსხვავებით ტელევიზიისა. ძალიან გამჭირვალე პლატფორმა. უფრო კონკრეტულად დაგისვა, აი შენეზეთ კორონას ქონდა გავლენა, ხალხი რო ჩაჯდა სახლში, მაშინ დავიწყეთ მაგაზე მუშაობა. კიდე ერთხელ ვიმეორებ, გასაგები შეიძლება რაღაცემა ტემპი აჩქარან და შეანელოს, ანუ დაუშვათ რომელიმე კანონმა, რომელიმე რაღაცამ, გადაწყვეტილებამ, რაღაც გლობალურმა ამბავმა, მაგალითად პანდემიამ
რაღაცემა ეს ტემპი ან შეანელა ან აჩქარა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იმდენად კომპლექსურად, სწორად დაალაგებული პლატფორმაა და იმდენად ეხმიანება და ანუ ასე ვთქვათ, მიყვება ადამიანის მოთხოვნილებებს რა, აუცილებლად ადრე თუ გვიან ეს მაინც ამ შედეგს მოიტანდა რა, იმიტომ რომ რაც ზოგადად ანუ აი თავისუფალ ბაზრის პრინციპებში რაც ჩდება კარგად და კომფორტულად, ის ყოველთვის ასე ვთქვათ გამდიდრდება და ყოველთვის შედეგს მოიტანს. თავისუფალი ბაზრის პრინციპებში ჩდება YouTube-ი მრავალ მხრივ. ერთი რომ დიპლომს არ გთხოვს საქმის აკეთებლად ხდები, ანუ არ არის რაღაცა ზემდგომი ტიპები, არიჩითებიან, რომლებიც გეტყვიან, რომ მოიცე კაცო შენ მანახე დიპლომი, შენ არ გამოდგები აქ სამუშაოდ გესმის. ესეთი რამე არ არსებობს რა. ანუ კარი ღიაა ყველა ადამიანისთვის და ადამიანის ნებისმიერ ადამიანის ოცნება რა არის, რომ აი ნაკლებ მარწუხებში იცხოვროს, ხო და ნაკლებ მარწუხებში აკეთოს საყვარელი საქმე, ხო? ხო და ჯერ უბრალოდ ვერ გაიაზრა დიდმა ნაწილმა ამ საზოგადოების ეს, მაგრამ ხვალ გაიაზრებს, ხვდები? მე მაგალითად უფროს ადამიანებს, თუნდაც დედაჩემს, მამაჩემს რო ვესაუბრებოდი ამ თემაზე, დიდი დრო დამჭირდა, რომ ასე ვთქვათ, კი თავს მიქნევდნენ, მაგრამ ვატყობდი, რომ აი ბოლომდე მაინც ბებია, ჩემ ვაფშე ვერ ხვდებოდა ფული როგორ უნდა ეშო, რაღაცა არა ბები, აი ეს დაუმარცხლებ მაინც ვერ მეხსნა, იმიტომ რომ რთულია, იმიტომ რომ იმას არ უცხოვრია ამ ეპოქაში, ხო? ხო, მაგრამ ჩვენთვის და მით უმეტეს ჩვენს ქვემოთ თაობისთვის ეს მარტივი გასააცდებელია, რომ ანუ ჯერთ არავინ რაღაცა მარწუხებში და რაღაც იმებს ჩარჩოებში არ გაჯერს, შენ შეგიძლია თავისუფლად აკეთო შენი საყვარელი საქმე. და ამ YouTube-ზე ასე ვთქვათ, ეს YouTube როგორც გიხარ ინტელექტუალური ის არის საკუთრებაა და ასე ვთქვათ პროდუქტია, მაგრამ ამ ინტელექტუალურმა პროდუქტმა შეიძლება ხელი შეუწყოს სხვადასხვა უკვე ფიზიკური პროდუქტების შექმნას. მაგალითად რა მარტივი რომ აი მე შეიძლება რაღაცნაირად ვასწავლიდე ტიპს როგორ ააშენოს ქოხი რა და მე ამ ტიპმა შემდგარ ისწავლოს და ქოხი ააშენოს და ეს ქოხი გაყიდოს მე ხვდები? ანუ პროდუქტის გაჩნდეს შეიძლება ჩემი საქმიანობას მოყვეს, ხო მოყვეს შემდეგ პროდუქტის გაჩენა. ან რავი შეიძლება ცეკვას ვასწავლიდე ტიპებს YouTube-ზე. ან უბრალოდ რავი საგარმართლებო სფეროში ვიყო და ფიზიკას ვასწავლიდე ტიპებს, ან ფილოსოფიას, ხო? და იმაში ეს ტიპები ფულს არ იხდიდნენ, ანუ ასე ვთქვათ, უფასოდ ხდებოდეს ეს საზოგადოებისთვის, რაც ძალიან მაგარია, ხო? აი სოციალური ისიც არის, ხო? რაღაცა ასე ვთქვათ, ხალხისთვისაც პოზიტიურია სოციალურ სფეროში, სოციალური კომუნიკაცია. ხო, იმიტომ რომ პირდაპირ ფულს არ უთხოვ ადამიანებს ამაში და უფსულად უფასოდ იღებენ მაგარ პროდუქტს ადამიანები, ხო? ძალიან მაგარ პროდუქტს. თან შეიძლება იმაზე უკეთეს, ვიდრე აუცილებლად იმაზე უკეთეს. აუცილებლად იმაზე უკეთეს, იმიტომ რომ თავისუფლება ზოგადად განსაზღვრავს ამ პროდუქტის ხარისხს და მე მით უმეტეს კონკურენცია და რამხელა კონკურენცია YouTube-ზე ვიცით. კონკურენციას არავინ არ ზღუდავს. ანუ იქ არ არსებობს, რომ ვიღაცის მამიკოს შვილი უფრო დაიბუსტება იქ რაღაცა. იმის არხზე ვიდრე შენ, არა, შენ უკეთეს პროდუქტს გააკეთებ. ვიღაცის მამიკოშვილობის გამო არ უყურებს იქ მაყურებელი იმას. გიყურებს შენ. ხვდები? ამიტომაც იქ კონკურენციას ძალიან თავისუფალია. თავისუფალ კონკურენციას ზრდის ხარისხს. უფასოა, ხელმისაწვდომია, რაც აი ყველა მხრივ პოზიტიურია, ხვდები? და რეკლამის დამკვეთისთვის არის უმარტივესი საურთიერთოდ რა დამირეკე, მოდი შევთანხმდეთ, აი ეს ასე ჩამოვართ ერთმანეთს ხელი და მორჩა, ანუ აქ არ არის რაღაც ზედმეტ ბიუროკრატიული რაღაც ამბები გადასაჭრელი და ასე შემდეგ, ხვდები და ანუ გამორიცხულია, რომ აი ამ სისტემას შედეგი არ გამოეღო რა და წინ არის კიდე უფრო ჩემი აზრით, კიდე წინ და წინ წავა რა და შენი აზრით რომ აითვის კონკრეტულმა მასამ YouTube-ის, აი YouTuber-მა ეხცნობილი YouTuber-მა ხო საქართველოს რომ აითვის ეს ბოლომდე იქ ერთმანეთში კოლაბორაცია. ხო. კლიენტ ათვისებული აქვს მოკლედ. კი ბატონო. და დამწყებს ასე თუ ისე უჭირს რომ ამ ყველაფერში შევიდეს და ხალხის ყურადღება მიიზიდოს და აი შენი აზრით ამ შემთხვევაში ანუ რა უნდა მოხდეს? კი გასაგებია შეიძლება შეთავაზო უნიკალური კონტენტი, მაგრამ ამ კონკურენციის გამო, ამ ათვისების გამო ვერ შეხვიდე მაინც ამ კონკურენციაში და აი რას ფიქრობ, როგორ უნდა მოხდეს სწორად, როგორ უნდა გაკეთდეს, რომ ვიღაც ნიჭიერი ტიპი, რომელსაც კარგი იდეები აქვს, შევიდეს კონკურენციაში და იყურებოდეს მოკლედ რო ვთქვათ რა. ხო, ანუ ძალიან არ გასხვავდება ეგ ამბავი ჩაოლებრივი ბაზრის რაღაც თავისებურებებისგან რა, როგორც რაღაც მაგალითად პურის ხოვა გადაწყვიტე, სხვებიც აცხობენ პურს და შენ უნდა შეხვიდე და შენი პური მოანდომო ხალხს. ანუ და რაღაც კრიტერიუმებია, ხო, იქ რაღაც ადგილი უნდა იყოს კაი, რაღაც კორპუსი უნდა იყოს ახლოს, ან უნივერსიტეტთან უნდა იყოს, ან რაღაც და ან პური რეალი უნდა იყოს ახლა მომენტ, ხო? და რაღაცები, ხო? და იგივე რაღაც კრიტერიუმები არსებობს, რამდენიმე კრიტერიუმი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ მათ შორის ეს კრიტერიუმები ამ YouTube სფეროშიც, ხო? აუცილებლად უნდა იყოს შენი ანუ ჯერთი იქ არის ცოტა ტექნიკური მხარეც რა.
რომელი მხარეს მე არ ყველაზე მეტად რაც არ მომწონს YouTube-ში, უბრალოდ YouTube-ზე საქმის კეთების პროცესში ყველაზე მეტად მე რაც მეზარება, არის აი ეგ ტექნიკური მხარე, თვითონ YouTube-ს აქვს გარკვეული რაღაც ალგორითმი, ხო? და მე თან მარტივი და სწრაფი პოპულარობა თუ გინდა, აი მანდ არის გაყოფილი აზრები, ხვდები? აი ორი ადმინისის ამბავი, აი როგორი კონტენტის კეთება გინდა რა. მარტივად გაყიდვადი კონტენტი არსებობს, რომ შეიძლება რაღაც ეს გლაბუცობდე რა ქუჩაში დარბოდე ვიღაცებს რაღაცა სხვაზე ხარ. არა მობეზრდება. რაღაცებს უკეთებ, ხო იდეაში, მაგრამ ეს უფრო ყურებადია, უფრო დიდი მასა უყურებს ამას. სამწუხაროდ საბედნიეროდ, როგორც რაღაცა ფანოგ მუსიკას უფრო მეტი ხალხი უსმენს, ვიდრე შეიძლება იმას ბახს და ბეთჰოვენს რა, მაგრამ ხარისხი. მანდ არის უკვე ხარისხზე, ხვდები, შენ შეიძლება შეხვიდე ამ სფეროში რაღაცა სისულელით და სწრაფი პოპულარობა მოიპოვო, ან შეიძლება შენ შეხვიდე ხარისხიანი კონტენტით, უფრო სპეციფიკურ აუდიტორიაზე გათვლილი იყოს ეს კონტენტი და ეს უფრო რთულად ამოსაქოქია ესე ვთქვათ რა. და მანდ არის ახლა ტექნიკური მხარეები, რომ აი რაღაც ალგორითმი ჰუკის ამბავი, რომ პირველი რაღაცა წამები როცა უნდა მიიპყრო რაღაც ყურადღება მაყურებლის და ეს უნდა იყოს რაღაც პროვოკაციული ან რაღაც. რაღაცა შენ არ გინდა პროვოკაციული თქვა, იმიტომ რომ არ არის შენი კონტენტი პროვოკაციულ რაღაცაზე აგებული იდეაში, მაგრამ შენ გიწევს მაინც რომ გარკვეულწილად დაიხურო ეგ ხუდი, რომ აუდიტორია შემოიკრიბო, ხვდები? აი ერეკლე დეისაძის არის იყოს რა, ჩვენი ერეკლე დეისაძის თქვა რომ მე ძალიან ვიპოვებს ამ ერეკლეს, ისაო რა ქვია, საიდუმლო სირობა რომ წიგნიო დაწერა რა. და მე ამაზე ხო წავიდე ერთი ამბავი და ჩაქოლვა ხო მოინდომეს ერეკლესი, მაგრამ ერეკლემ მიქ მე თქვა ინტერვიუებში რომ ეს იყო უბრალოდ რაღაც მარკეტინგული გათვლა იმის რომ ყურადღება ყველაზე მეტად რეაგირებს პროვოკაციულ რაღაცებზე ზოგადად ქართული საზოგადოება და ჩემ წიგს კი არა იმას არ კითხულობს დოსტოევსკის არავინ უნდა ეხლა ნუ ხომ ყურადღების მიქსევა მინდოდაო რომ აი ხა ხუთები მოყვა და მინდოდა ხალხი ჩემამდე და როგორ ესე გადავწყვიტეო დაახლოებით ეგეთი ამბავი არის ხვდები რაღაცა პროვოკაციულ რაღაცებს გაყიდვა გიწევს ხო გიწევს რაღაცების კეთება ხვდები მე იქ ან მაგალითად აი იმაში ამ cover thumbnail ფოტოში რომ პირველ ფოტოში უნდა იყოს რაღაც აი ის მოხდა რაღაც და ანუ მე იქ ვა მოხდა გახდეს გოიმური ხოდია ხო რა მაგრამ მუშაობს ეგ და სამწუხაროდ ადამიანი ესეთია ადამიანის მასა ზოგადად ესეთია და ეს გარკვეულწილად ხარისხს აფუჭებს მაგრამ ნუ ბევრი არ ამბობს ამ ხარისხზე უარს სამწუხაროდ საბედნიეროდ ყველას უწევს გარკვეულწილად რაღაცა ეს ტრიუკები ამ ტრიუკების კეთება. რაც ჩემთვის ცოტა ისეთია. მაგრამ ნუ აი ეს არის რა სხვადასხვა, მაგრამ ეს მარტო არ გიშველის, ამას უნდა მოყვეს მე იმ რაღაცა სფეროში, რომელ კონტენტისაც შენ აკეთებ და უშუალოდ რაღაც იუმორისტულ იმაში თუ ხარ, ხარისხიანი იუმორი უნდა იყოს, საბოლოო ჯამში მაინც ხარისხიანი იუმორი უნდა იყოს. ან მაგალითად რავი საგანმანათლებლო სფეროში თუ ხარ, საინტერესო ლექციები უნდა გქონდეს. თუ არ გექნება საინტერესო ლექციები, განსაკუთრებით რაღაც საგანმანათლებლო სფეროში ან რაღაც, ანუ საგანმანათლებლო სფეროში მით უმეტეს მოდის ინტელექტუალი ადამიანი შენამდე ხო და ხა ინტელექტუალი ადამიანმა ხარისხის შეფასება ძალიან კარგად იცის, ხო? ამიტომ ნუ პროდუქტი როგორი იქნება, როგორ მუშაობ, ჩაოლებრივი ამბავია, რაც უფრო მეტ შრომას და კრეატივიზდებ, მით უფრო გიფასდება სავარაუდოდ, ადრე თუ გვიან რა. და მანდ არის კიდე მეორე ამბავი, რომ დანებების ამბავი. ეგ ხო არ არის რაღაც კლასიკური ისა, რომ აი საერთოდ ნებისმიერ ბიზნესს დრო ჭირდება, ხო? მე შემოსავლები რომ მოიტანოს, მაგრამ ეგ არ არის რაღაც ხელშესახება. პირველ ფინანსები სანამ წამოვა, ძალიან რთულად დასაჯერებელია, რომ ოდესმე წამოვა რა. ანუ ისეთი აქვს რაღაც ფსიქოლოგიური მომენტი აქვს რა YouTube-ს. ხო და ნებისყოფა გჭირდება. არის ორი კატეგორიის YouTuber-ები, რომლებიც აი შედიან YouTube-ზე, შვენიერ კონტენტს აკეთებენ, მაგრამ ნუ ნებდებიან, ადრე თუ გვიან. და მეორე YouTuber-ები არიან, რომლებიც აი მე რომ მინახავს ეს ცნობილი YouTuber-ები და რომ ჩამოსკროლ და პირველი ვიდეოები ნახო, აი 600 ნახვები აქვს და ხარისხის ყურას ტელეფონით იღებენ და მაგრამ აქამდე მოვიდნენ, ხო? და ეხლა ხო წამოვანი. აი ეს არის არდანებების და იმის შეუპოვრობის რაღაცნაირი ისა. ანუ როგორც ყველაფერზე ხდება, ის არის არაფრით იმის თქმა მინდა თავიდანვე ამ პოდკასტში, რომ არაფრით დიდად განსხვავებული ამბავი არ არის ეს სხვა ბიზნესებისგან. ანუ ჩვეულებრივ გავს ბიზნესებს, რა სხვა ბიზნესის კეთება არის, მაგრამ რაღაც კრიტერიუმები შეიძლება განსხვავდებოდეს რა, როგორ აკეთო ეს ამბავი, თორე ჩვეულებრივ ყველაზე კარგი ახალგაზრდებისთვის მით უმეტეს საუკეთესო ის არის რა. შესაძლებლობა არის, რასაც მე მივესალმები. ანუ მეც ვცდილობ, რომ ესე ვთქვათ, ჩემი რაღაც შესაძლებლობები მოვსინჯო, ვცადო ამ სფეროში, რომ ნახოთ რა გამოვა. თან კითხოთ მიდი ხო ანუ ეხლა მივადგეთ ამ საკითხს შემოსავლებს რა რაც შეეხება. ხო ნუ საინტერესოა. აი მაგალითად თუ ხარ წარმატებული YouTuber-ი საქართველოში ეხლა და გაქვს ნახვები და ნუ გაქვს რაღაც დონის ხარისხი
შემოსავალი შესაბამისად ცოტა არ გაქვს. კი ბატონო. არ გიწევს მაგალითად, რომ სადღაც 8 საათი იმუშაო, თვეში სიტყვაზე 20 დღე და 1000 ლარი აიღო. ანუ წახვალ, გააკეთებ კარგ კონტენტს, გავს მაყურებელი და შვენიერი შემოსავალიც გაქვს. და ამას როგორ უნდა მიაღწიო ამ დონეს კიდე ცალკე საკითხია, რაც შეეხება. თუმცა, აი რამდენად დიდი შესაძლებლობაა კიდევ მაგას ვიძახი, რომ აკეთებ შენ საყვარელ საქმეს, გაქვს საკაიფო შემოსავალი, თუმცა იქ არის როგორც ვიცი კონტრაქტები იდება, მე ის შენი სპონსორი რაღაც კონკრეტულს რაღაც სიტყვაზე კრიტერიუმებს გაძლევს ან რაღაც ნახვებს რაღაცას გთხოვს და შეიძლება შემდეგ ეს ვერ გააკეთო და ბრახ და ჩამოგექცე სიტყვაზე თავზე ყველაფერი რა. კი. და აი ეგ როგორ მუშაობს ზოგადად? ხო, ну საერთოდ ჩვენს ახლა ძალიან არ გადავაჭარბოთ, ანუ ეს სამყარო ისე არის მოწყობილი, რომ მხოლოდ YouTube არის ვერ იარსებობს, ხო? ანუ ვიღაცები ოპერაცია უნდა გააკეთონ ვიღაცებმა ფეხბურთი ითამაშონ. ანუ და ვიღაცებმა უფლება შეგერონ YouTube-ზე. ხო, მაგრამ ნუ ზოგადად რომიტო ახსენე თავიდანვე ჟურნალისტიკური, აი თქვენ ამ სფეროში ხართ იდეაში და იმიტომ ახსენე ჟურნალისტიკური საქმიანობა იდეაში თავიდან პირველ რიგში, რომ აი ყველაზე მეტად ეხმიანება და ახლოს არის ჟურნალისტიკურ სპეციფიკასთან, აი ჟურნალისტიკა ზუსტად ეს არის, ხო, რაღაცა გადაცემა მაყურებელზე, აი რაღაც ინფორმაციის, ასე ვთქვათ, ეს ინფორმაცია სხვადასხვა შეიძლება იყოს საგანმანათლებლო, იყოს რაღაცა, ხო? იყოს გასართობი და ასე შემდეგ, მაგრამ აი რაღაცა ეს ორმხრივი ინტერაქცია რაღაც არის ჟურნალისტიკური საქმიანობა. და ნუ ძალიან ახლოს არის ამ ჟურნალისტიკურ საქმიანობასთან YouTube. просто ბევრად უფრო მრავალფეროვანი გახადა. და უფრო ხელმისაწვდომი, ასე ვთქვათ, ეს საქმიანობა ხალხისთვის. ხო და ანუ აი ფინანსებთან ვისვლა როგორია და რამდენად რეალურია და რამდენად რთულია რა. ხალხში, როგორც ხალხში არ არის დღეს ბოლომდე საქართველოში. ზოგადად ჯერერთი რომ ეს სფეროც, როგორც სხვა ნებისმიერ სფერო მიბმულია ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობასთან ქვეყნის, ხო? ანუ რაც უფრო დიდარია ქვეყანა, რაც უფრო დიდარია ხალხი, რაც უფრო დიდარია კომპანიები, რაც უფრო ბევრი არის დიდარი კომპანია ქვეყანაში, მით უფრო დიდი არის შანსი, რომ იუთუბერებს კონდეს მეტი ხავდეს მეტი შემოსავალი კონდეს და სპონსორი, ხო? ეს ახლა 2-4-4-ია, მაგრამ ნუ საქართველოში მაგალითად ჩვენ არც ძალიან ღარიბი ქვეყანა ვართ, მაგრამ არც დიდარი ქვეყანა ვართ რა, რაღაც აი საშუალოზე ხვევით ვართ ალბათ სადღაც, ხო და ამიტომაც ეს მაინც გავლენას ახდენს. მეორე მხრივ გავლენას ახდენს ის, რომ თვითონ თქვენ ხარ გონიათ, რომ რაღაცა ყველა მილიონიანი ბიზნესების მფლობელები არიან ძალიან აზზე მოსული ტიპები და რაღაც ანუ არ არიან, ხვდები, აი ბევრი რაღაც ბოდიში მოვხვდი ყველაზე ცეხავიკი არის საქართველოში, რომელიც რაღაც მომენტში გამდიდ და იქ 90-იანებში რაღაც და დადის კაცო. -3 მახსენდება. დადის კაცო დადის პრადოთი, მაგრამ აზრზე არ არის რა. არ პრადოები. ხვდები, ანუ აზრზე არ არის, თუნდაც იმის, რომ აი ეს ამბის, რომ YouTube-ზე რეკლამის განთავსება მაგარი ეფექტურია და მიდი, ხო? ანუ ამიტომაც ჯერ არ არის აი ბიზნესის მაქსიმალურად გათვითცნობიერებული ამ ამბავში. ბიზნესად ჭირდება მეტი გათვითცნობიერება, როგორც ხალხს. ხო, საქართველოს როგორც ვთქვით, ჩამორჩა რაღაც მერე და მერე აუდგა ფეხი, ამიტომაც ნუ არ არის მთლად მოწოდების სიმაღლეზე ეგ რა. მეორეც ის, რომ დიდარი ქვეყანა არ ვართ და სამწუხაროა, რომ არ არის ასე ამდენი ძალიან ისეთი შემოსავლიანი ბიზნესი, რომ ერთმანეთს ასწრებდნენ, რომ ბაბიჭო მე დავაფინანსებ ამ კონტენტს და არა მე, ხო? უამრავი ძალიან ნიჭიერი იუთუბერია, რომელიც ძალიან კრეატიულ საქმეს აკეთებს და იძახის, რომ აი მიშველეთ და პულისფული არ მაქვს, ხო და ხო, ეს ძალიან ის არის რა, ფაქტია. თუნდაც ხა ერთი მახსენდება მაგალითად სერიის კეთილები ხო? ხო, ანუ ხა ეგ ცალკე თემაა რამდენად სიტყვაზე, მაგრამ ნახო კეთილები რო იძახდა რომ არ მქონდა ხო ნახვებია გამდენი 9 მილიონი ფოტოგრაფია არ მოწონდეს მაგრამ რასაც აკეთებენ მაგარია რიცხვებში არა ეგეთ რაღაცას თუ სპონსორი აყავს ეგ ძალიან გასაკვირია რა მუსიკა ხო არ არის არა ფილმს რო სერიალის ერთ სერიას რო 2 მილიონი ნახვა აქვს და რა ვიცი საქართველოს ხო ეგ მეტყველებს ზუსტად არაკომპეტენტურობაზე ბიზნეს სექტორის ხო ანუ მაგას უნდა ხვდებოდეს ბიზნეს სექტორი რომ 2 მილიონი კაცი რო უყურებს იქ შენი პროდუქტი რო ჩანს ეგ 2 მილიონი ადამიანის თავში ილექება და მაგარი შესაძლებლობაა შენთვისაც ეგ სამწუხაროდ უკან ვართ როგორც თვითონ ხალხი საზოგადოება ასევე ბიზნეს სექტორიც ვერ არის მთლად ამბავში და თან ზოგადი სურათი როგორია რა ბიზნეს საკეთებლად ზოგადად ქვეყანა რამდენად მარტივია თუ არ არის ხო მარტივი ეგეც არის ხო ანუ ბიზნესი ვითარდება მიბმულია რაღაც თვითონ ქვეყანაში არსებულ თავისუფლების ინდექსზე ხო ანუ ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ
ბევრი რაღაც შეზღუდვა რეგულაცია არის, რომელიც ბიზნეს პირდაპირ ურტყავს რა. და მე მგონი ამას თვითონ ეს ბიზნესმენები ვერ იაზრებენ. და აი ყველა ესე გადახვეულია და გონიათ რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ არ არის ყველაფერი კარგად და ეს აისახება ნებისმიერ სფეროზე და მათ შორის YouTube პლატფორმაზეც რა და აი ძალიან ბევრი ნიჭიერი YouTuberi, რომელიც მაგარ პროდუქტს ქმნის სამწუხაროდ არ არის იმ შემოსავლებში, რომელსაც იმსახურებს რეალურად. რომელსაც და ზოგი, აკვირდა მომასაც ზოგი არის, რომელიც არის იმსახურებში. ხო, ნუ ეგეც კიდე სხვა და მანდ ნუ ჩავალ. მაგას არ ანდარჩავ. ანუ რო იმსახურებს, ეგ იმ მაგაზე მეტყოლებს ის, რომ 9 მილიონი ნახვა. მაგიტო იმსახურებს, თორე იმიტომ კი არა რაღაც განსაკუთრებული ფაქტი არის იმსახურებს, იმიტომ რომ 9 მილიონი კაცი დროს ხარჯავს ამის პროდუქტზე და ეხლა ნუ როგორ არის 9 მილიონი კაცი ამ ქვეყანაში ეხლა 9 მილიონი კაცი რო პირდაპირ ჯიბიდან იხდიდეს თუნდაც 1 ლარს ამ ვიდეოს ყურებისთვის მილიონერები იქნებოდნენ ხო? ხო და ნებისმიერი იმ 9 მილიონი ადამიანიდან 1 ლარს გადაიხდიდა რომ ის ვიდეო ენახა დარწმუნებული ვარ რა ვეჭველი ხო და ხო 1 ლარს რა და ამიტომაც ფაქტია რომ ხო ანუ დასავლურ ქვეყნებში მაგალითად ეგ სისტემები ბევრად გამართულია და რაღაც ფილმი თუ გინდა ნახო ან რაღაც ყველგან ფულს იხდი იქ არა პირატული საიტი და ჩვენთან რო გასვლა უმადურები არიან მაგას. ხო, ანუ ზოგადად ხო YouTube-ი როგორც ვახსენე, ამიტომ არის ძალიან მაგარი პლატფორმა, რომ პირდაპირ ადამიანებს ჯიბიდან ფულს არ იხდიან და ეს სამკუთხედი ქმნის ზუსტად ამის. ადამიანებს ათავისუფლებს უმეტესად ამ იმისგან, გადასახადებისგან, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში ვერ პასუხობს ამ სამკუთხედია ცოტა მორყეული ცოტა რა. მე ხან ბოლო დროს დავიწყე ესე მძაფრად რა YouTube-ის ყურება. ადრე იმპნეთ დიდად არ მაინტერესებდა განსაკუთრებით პოდკასტები რა. დავიწყე სადღაც 6-7 თვეა და მანდ გავიგერო და რომ ნახე საერთოდ ვინები იყვნენ ესე YouTuber-ები, აქტიურები, არა აქტიურები, ხო ხდები რაღაცა. მანდ გავიგერო ისეთი ხალხი მიდის YouTube-ზე რა და მიკვირს რა, რომ მანამდე როგორ ვერ იაზრებდა, როცა ცნობადი სახე იყო. იმიტომ რომ ცნობად სახეს უფრო მეტი შანსი აქვს რაღაც მხრივ, იმიტომ რომ იდეა და რა ვიცი ხა არ მგონია რომ ბევრ ცნობად სახეს რომელიც ახლა მე მაქვს იდეაში უჭირდეს იმის გაკეთება, რაც YouTube სჭირდება რა. ხო და ძალიან უცნაურია და ბევრი კიდე რასაც ახლა ვუყურებ, კიდე ვერ ხვდება. და ეს მარტო ასაკომა ხალხზე არ არის ხოთაშორის ახალგაზრდებზეც ცნობიერებაზე რა სიაღლეს დრო ჭირდება რა მე მოგ ჟურნალისტებზე და უფრო მედიაში ხშირად გამოჩენილ ხალხზე არა ის მედია ხო სინამდვილეში პირიქით მედიას ყველაზე მეტად გაუჭირდეს მაგის გააზრება იმიტომ რომ მედია თავის სავში არის ჩაკეტილი და მედიის კონკურენტი არის ეს და პირიქით რაღაც დარჩნენ და უშუალოდ ამ კონკურენტულ იმაში თუნდაც აი პოდკასტები ახსენე რა პოდკასტები ბევრად უფრო პოპულარული გახდა ვიდრე რაღაცნაირი ესე მშრალი კითხვა-პასუხების რეჟიმი ხო რატო გახდა პოდკასტები უფრო ისა რომ ადამიანს უფრო კომფორტული არის ეს რაღაცა აი შეიძლება ყველაფერზე ლაპარაკო რაღაცა და პირველ პოდკასტი ჩემი აზრით ჰქონდა ვარდო სანიძეს ჰქონდა მე როგორც დავით აკუბარდიას ჰქონდა მაგალითად პირველ პოდკასტი საქართველოში ჩემი აზრით აი პოდკასტის ის ჰქონდა რაღაცა ფორმატი რომ აი კატა შემოვა მაგაზე არ ვფიქრია წყალში ფეხები და ჩემი აზრით რა შენი აზრით კი არა ბანობდი დამოკიდებულება ჰქონდა პირველი პოდკასტის პონტი რა რომ ხო დაცინოდნენ იმ დროს ხალხი და რაღაც მაგრამ ან ფინალში მაგარი საინტერესო ტიპია ხო ასწორო ეს ბაზარი მიდის რა ხო და ეგ არის მაგის ინოვატორი ეგ უფრო რეალურია ბევრად უფრო რეალურია ბევრად გულწრფელია და საზოგადოებამ ბევრად უფრო შეიყვარა ხო ეგ ფორმატი და ჟურნალისტის ბოდიში ჟურნალისტიკა კი არა და სატელევიზიო სფერო ამას ჩაჭიდებულია რაღაც არქაულ ამბებზე და არ უშვებს ხელს თითქოს რა უჭირს ასე ვთქვა ტრანსფორმაციას იმიტომ რომ ასე ვთქვათ YouTube-ს უყურებს როგორც მტერს და არა როგორც მოყვარეს რა. ხო და ნუ ეგენ მაგასაც გაუჭირდება გააზრება რა თქმა უნდა, მით უმეტეს ძველი ყაიდი ჟურნალისტებს ძალიან გაუჭირდება და მათ შორის ხალხს, როგორც სხვა ნებისმიერი სფერო გაუჭირდა რომ ჩვენ რაღაცნაირად აგვეღო. იმიტომ რომ ვიცით რომ 70 წლიან რაღაც სიგიჟეში ვცხოვრობდით, სადაც არ იყო თავისუფალი ბაზარი, სადაც არ იყო არანაირი თავისუფლება პიროვნული ადამიანის და ყველაფერი იყო მიბმული რაღაც ცენტრალიზებულ ხელისუფლებაზე, ხო? და ამ სფეროდან მე რო გამოვედით და ურჩით სულ სიცარიელეში და ზოგადად თავიდან ხალხს რაღაც 30 წლის წინ დავიწყეთ ქართულ ხალხზე იმის ახსნა ეკონომიკა რას ნიშნავს ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში და კერძო საკუთრება რას ნიშნავს ადამიანის ცხოვრებაში და რას უნდა ნიშნავდეს და ასე შემდეგ, ხო და
მათ შორის ახლა YouTube რაღაცა რთულია რა, ანუ ზოგადად ქართულ საზოგადოებაში ახასიახლების დანერგვა ძალიან რთულია, იმიტომ რომ იმ 70 წელს სიახლე არ არისო, იყო ესე რა. ოპა, და დავიდა. ისა, აღო ჩაისკრება. ხო, ანუ ზოგადად სიახლები ახაჩო გვიჭირს. მაგრამ ნუ გავიდეთ. დრო ჭირდება. ბოლოსკენ. კი ბატონო. ერთ ბოლო შეკითხვას აი რჩევას ავიცოთ დაუტოვოთ დამწყებ YouTubers ვინც ფიქრობს დაწყებას და რაღაცა აპრკოლებს რა უჭერს რაღაცა და ვერ იმაშება. ან დაიწყო და გაჩერება რაღაცა რჩევა რომ მიცეთ და მაგით დავასრულოთ ჩვენი ხო, ანუ მეგობრებო იმ რჩევა რა ვიცი, ანუ დიდად რჩევების ის არ ვარ, მაგრამ ერთ რამეს ჩემ დაკვირვებას გეტყვით, როგორი არის ანალიზი, ანუ ზოგადად ნებისმიერ სფეროში არის რაღაც კვესტები რა და ეს კვესტები რო ასრულებ ძლიერდები რა, ანუ ის არ ნიშნავს რომ პირველ მეორე დღეს თუ შენ რაღაცა შენი საქმიანობა შედეგი არ გაკმაყოფილებს, ანუ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ეს ტენდენცია არ შეიცვლება და არ გაუმჯობესდება ესე ვთქვათ რა და ამიტომაც მიეცით საკუთარ თავებს დრო, აი ანდრო დგებოაზე პოდკასტებში სამ პოპულარული ტიპია, ტრანზიტპატივზე იმან თქვა რომ ეს ფლეიტაზე დაგვრასწავლობდიო და ვერ ვისწავლიო რა რაღაც კვირაში თუ რაღაც ფორტეპიანოზეო და გაუბრაზდიო რა. რომ აი როგორ ვერ ვისწავლე და რაღაც და მე რო დავუგლე და ნახე რომ ამ კომპოზიციის დაკვრას რაღაც ამ ინსტრუმენტზე ჭირდებოდა რაღაც მინიმუმ 2 წელიო რა და მან მივხვდი რომ ტუტუცი ვარ რა, აი მე ტუტუცი ვარ, რომ აი საკუთარ თავს ადამიანები ისე დრო არ მოსული, რომ დროს აღარ უტოვებთ, გესმის და მიეცი. გიორგი, მაგაზე მახსენდება ზუსტად ჩემი თავი 2 წლის წინ ვიყიდე. ხო, ყველას გავახსენდება. ჰარმონიკა რა. ძალიან მიდოდა. იმ დღეს ვერ დაუკარიდოსო. ძალიან მიდოდა ჰარმონიკის დაკვრა და YouTube-ზე რომ ნახე. მეთქი. რა სიგიჟე თა ტიპს ქონდა გაკეთებული YouTube-ზე, მაგის აი YouTube რა მაგარი რაღაცა არის, რომ ჰარმონიკის სწავლა მინდა ისე რომ მასობითად არ მივიდე რა. ვიდეო YouTube-დან ვისწავლე და რატომაც არა ისწავლე. რომ ნახე რომ ვიღაცას ქონდა ერთ დღეში გაკეთებული რა, ოღონდ ერთი აი ხო 24 საათიანი ჩელენჯები. ეგრე ხოდა და 24 საათში ისწავლა. და ეგ იყო როგორი ჩელენჯი, იცი მაგას ხოდა მილიონობით ნახვა რა. ხო და მაგას გამოსწოთ შემითავი რა, ეგრეა რა, რაღაცაზე თანებება კი არა, უნდა გადახარშო ჯერ ის რომ ეგრევე რაღაცებს ვერ მიიღებ და ხო, ანუ თვითონ პროცესითაც ხომ ისია, ანუ შენი განვითარების პროცესით რა. ეს არ არის რომ პირდაპირ, მაგიტომ არის საინტერესო ცხოვრება, რომ აკვირდები საკუთარ თავს როგორ ვითარდება, როგორ იცვლები დროში რა. ხო, და ეგეც მაგარია და ამითაც სიამოვნეთ და ანუ არ დანებდეთ. აუცილებლად ნებისმიერ ადამიანში არსებობს ნიჭი და კრეატივი, დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ამას უნდა გამოჩენა და ამოტანა საკუთარი თავიდან, არ დანებდეთ და ასე ვთქვათ, ხვალინდელი დღე აუცილებლად ბევრად უფრო შედეგიანი იქნება თქვენთვის. იმიტომ რომ ეს არის ძალიან მაგარი სფერო, ყველა კრეატიული და ყველა მონდომებული ადამიანისთვის. ამას როგორც გითხარით, არ ჭირდება ჩინმედლები და დიპლომები და უფროსის ხელის დაბაკუნება მაგიდაზე. ეს არის აბსოლუტურად თქვენთვის თავისუფალი სფერო, სადაც შეგიძლიათ რომ თქვენი ნიჭიერება და თქვენი კრეატივი, ასე ვთქვათ, გაუზიაროთ ადამიანებს და იმასაც ასიამოვნოთ და თქვენც ისიამოვნოთ თქვენი შემოქმედებით. ამიტომაც მიაწექით რა. თავარი არ დანებებაშია, რა, თავარი გასაღები რა. მადლობა გიო. მადლობა თქვენთვის. საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა. ჩვენ დაგემშვიდობებით და წამოდებებით მოკლედ რა. წამოდებებით თქვენ პოდკასტს.